გალატელთა 5:22-დან 23-ში წერია. ხოლო სულის ნაყოფია სიყვარული, სიხარული, შვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება, ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ჩვენ განვიხილეთ პირველი ტრიადა, რომელიც იყო სიყვარული, სიხარული და მშვიდობა და შემდეგ მოდის მეორე ტრიადა, ეს არის სულგრძელობა, სახიერება და სიკეთე. ანუ, როდესაც შენ სულიერად დადიხარ, როდესაც შენ სულიერად ფიქრობ, როდესაც შენი მოტივები არის სულიერი, ამ ყველაფერს მოაქვს ნაყოფი. და ეს ნაყოფი არის ასევე სულგრძელობა, სახიერება და სიკეთე. რა არის სულგრძელობა? ეს არის უნარი, არ დაგჯაბნოს გაღიზიანებამ, არ დაგეგმო ანგარიშწორება და სამაგიეროს გადახდა. სულგრძელი არის ადამიანი, რომელიც ასე იქცევა. ანუ შენ არიფსები იმ ბრაზით, რომ ნეტა დადგებოდეს დრო, როდესაც შემეძლოს მე გადავხადო სამაგიერო, ან დაეხმერთმა რისხვა მოიტანოს მასზე. თუ შენ სულიერად ფიქრობ, შენ უკვე იცი, რომ ბოროტი ადამიანი, რომელიც თუნდაც შენ გიკეთებს ბოროტებას, მას ძალიან დიდი სასჯელი ელის მომავალში. ძვირფასებო, ყველა ადამიანი პასუხს აგებს თავისი საქციელისათვის. ყველა ადამიანი და ეს პასუხისგება იქნება ძალიან მძიმე. თქვენ არ იფიქროთ, რომ მოსამართლეები, რომლებიც უსამართლოდ იქცევიან, ან ადამიანები, რომლებიც ღმერთის სახელს იყენებენ სათავისოდ ხალხის მოსატყუილებლად, ისინი დაუსჯელები დარჩებიან. არა, ისინი ჯოჯოხეთის ყველაზე დაბალ ფენებში აღმოჩნდებიან და იქნებიან ძალიან უბადროგ მდგომარეობაში. ამიტომ, როდესაც შენ ხედავ მათ მომავალს, ზოგიერთი ადამიანი ხედავს, რომ ბოროტი ადამიანი კარგად ცხოვრობს ბოლომდე და ფიქრობს, რომ ისი არ ჩავიდეს ქვესკნელში, რომ არ დაისაჯოს. ნუ ჩქარობ, მეგობარო, მას ისეთი დასჯა ემუქრება, რომ აუცილებლად შეიძლება შეგეცოდოს, თუ ცოტა გული მაინც გაქვს. სასულიერო პირები, რომლებიც ხალხს ატყუილებენ საკუთარი კარგი ცხოვრების გამო, მათზე უბადრუგი ხალხი დედამიწაზე არ არის. შეიძლება ისინი ჩანან, რომ კარგად არიან დღეს, მაგრამ მათზე უბადრუგი, მათზე საცოდავი ხალხი არავინ არ არის. იგივეა მოსამართლეები. მოსამართლე და სასულიერო პირი. აი ეს ყველაზე უბადრუგი ხალხია, თუ კი ისინი არ დგანან სწორ გზაზე. იმიტომ რომ მათ ყველაზე დიდი სასჯელი ელთ. ეს ორი სპეციალობა, ასე ვთქვათ, ყველაზე საშიშია. თუ შენ გადაწყვიტე, რომ იყო მოსამართლე ან სასულიერო პირი, ყველაზე საშიში პროფესია აგირჩევია. ზოგი იტყვის, რომ ექიმი ხორცს ავნებს, თუ ავნებს, რომელიც მერე მიწაში გაიხსნება მაინც. მაგრამ ვინც სულს ავნებს, საუკუნოდ ჯოჯოხეთში უშვებს მას. და მოსამართლე კიდე, იცით, მოსამართლე არის სახე უზენაესი მსაჯულისა. სამართლიანობა, ეს არის ღმერთის განსაზღვრელი. ამიტომ ეს ადამიანები ვერც გრძნობენ ამათ, ისე შეუძლიათ, რომ ყალბსაბუთებზე გითხრან, თვალი დახუჭონ და რაღაც. ამიტომ, როდესაც შენ ამას ხედავ მათ მომავალს,
აუცილებლად გაგიჩნდება გრძნობა, რომ ილოცო მისთვის იქნებ გადარჩნენ საცოდავები და საწყლები იმ უბედურებისაგან, რომელიც მათ ელის. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოდის შენი ასეთი შეგრძნება, თუ კი შენ სულით ფიქრობ, სულიერად განსჯი და ხედავ შენს და მის მომავალს. ეს არის სულგრძელობა. მეორეა სახიერება. ეს არის ისეთი რამ, ამ სიტყვას ჩვენ არ ხმარობთ ხოლმე ქართულ ენაში, სალაპარაკო ენაში ჩვენ ამას არ ხმარობთ. მაგრამ ამიტომ არის რთულად განსაზღვრი, ზოგი ბერძნული სიტყვა რთული არის ქართულად განსაზღვრო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყენებთ ხოლმე ამ სიტყვას. საერთოდ ენას აქვს თავისებურებები, მაგალითად ეხლა მაშინ რა ქვია, სადღაც ჩრდილოეთში, ჩრდილოეთ ქვეყნებში თოვლს აქვს 15-ნაირი სახელი. ხო, იმიტომ რომ მათთვის ეხლა თოვლი და ყინვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ჩვენთან რა არის ხა ბარდნის და კიდე რა თოვს. კიდე რა გვაქვს? თოვჭყაპი ხო? მეტი არა გვაქვს, მაგრამ იქ 17-ნაირი თუ რაღაცნაირი დასახელება. ასე არის ბერძნული ენა, ეხლა ბერძნულ ენაში არის სიტყვები, რომელსაც ჩვენ არა გვაქვს შესატყვისი. ამიტომ რთულია ხოლმე ხა სახიერებას ჩვენ სალაპარაკო ენაში არ ხმარობთ. მაგრამ ეს არის სიტყვა, რომელიც როდესაც შენ ხარ, ანუ სულიერად რო დადიხარ, ნაყოფი გაქვს ასეთი, შენს თვისებებში არის ეს ყველაფერი, რომ ხარ თავაზიანი, არა ხარ უხეში, კეთილი, როგორც ღმერთია, რატოა ღმერთი კეთილი? იმიტომ რომ შეგვიყვარა მაშინ, როდესაც ჩვენ ბოროტის გზებით დავდიოდით, მოწყალია, როდესაც და ის მოწყალე და შემბრალი არის. ეს იმას არნიშნავს, რომ შენ არ ხარ რეზისტენტული და შენ არ შეგიძლია უთხრა პირდაპირ და შენ არ შეგიძლია რომ ესე იგი ამხილო ის, არა, მაგრამ თუ ადამიანმა მიიღო და ასე ვთქვათ, მოიდრიკა შენ ფეხს არ დააჭერ და ეხლა განახებ შენ, ხო, მოინანიე, ხო, მიხვდი. ეხლა მანახე, განახებ შენ, უნდა შექმნა ღირსი ამ ყველაფრის ნაყოფი. არა. ღმერთი არის სხვაგვარი და ჩვენ ამ ბუნების ვართ, ძვირფასებო. ეს არის სულის ნაყოფი. შემდეგი არის სიკეთე. სიკეთეს ჩვენ აღვიქვამთ როგორც კეთილი კაცი რაღაცას რო გაიღებს. ეს არის ასევე დიდბუნოვნება. სიკეთე გაუკეთო მასაც კი, ვინც ამას არ იმსახურებს. ბოროტება სიკეთით დაამარცხო. ადამიანებს უნდა მისცეს საშუალება, რომ ღირსეულად მოიქცეს. პრობლემა ადამიანს შეიძლება შეცდომაც მოუვიდეს და ვერც გაითვალოს ისე გააკეთოს რაღაც. მაგრამ ძალიან ღირსება პავლე მოციქული ამას სინდის უწოდებს. სინდისი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. იქ არ იქნება ზეცაში მარტო ის არ იქნება, რომ მე მწამს იესო ქრისტე და მე დავდიოდი ეკლესიაში. სინდისი ისეთი რამ არის, აი როგორც არახში ჩააგდებენ ხოლმე რაღაც არის. მე მქონდა ბავშვობაში მამაჩემს მქონდა რომ ჩააგდებდი და გრადუს დაგიწერდა იმის რა გრადუსია არახს, ხო? იმაშიც არის ახლა ანტიფრიზის გაზომა მინდოდა და რაღაც ჩააგდეს და გაზომა რამდენ გრადუსს უძლებს ანტიფრიზი. ზეცაში სინდისი იქნება შენი საზომი. საზომი შენი სინდისი გარკვეული საზომი იქნება. შენი ცხოვრების მეგობრებო. ამიტომ ღირსება და სინდისი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. როგორ ღირსეულად მოიქცევი შენს ცხოვრებაში რაღაცეებზე. ამიტომ ადამიანებს ჩვენ ყველანი მომწიფებულები უნდა ვიყოთ.
ჩვენ შეიძლება სხვადასხვა აზრი გქონდეს, შეიძლება შეცდომად დაუშვათ, მაგრამ ღირსება არ უნდა დავკარგოთ არასოდეს. ყველაფერში ღირსეულად უნდა მოვიქცეთ. იცით, ადამიანები არიან 180 გრადუსით განსხვავებული ჩემგან, მაგრამ თუ ის ღირსეულად იქცევა ჩემთან, მე პატივს ვცემ. არიან მაგალითად მართლმადიდებლები, რომლებიც თქვენ იცით, ახლა ჩემი შეხედულება ამ წმენის სისტემაზე. მაგრამ თუ ის ადამიანი, რომელიც მართლმადიდებელი ან კათოლიკი არის, ღირსეული პიროვნებაა, მე პატივს ვცემ მის აზრს. მაგრამ თუ ღირსად იქცევა, თუნდაც ჩემიანი იყოს, იმას მაინც ვერ ვცემ პატივს. დიდება იესოს, ამიტომ ძვირფასებო, ყოველთვის ღირსეულად მოიქეცით, ყოველთვის რომ ღირსეული იყოს თქვენი საქციელი. მესამე ტრიადა ამ სულის ნაყოფის არის, თუ როგორი უნდა იყოს სულიწმინდით მავალი ადამიანის ქმედებები. პირველი არის ერთგულება, ანუ რწმენა, ინგლისურში ესეა რწმენა ნათარგმნი. როდესაც ჩვენ ერთგულებაზე ვლაპარაკობთ, იგულისხმება ერთგულება როგორც ღმერთის მიმართ, ასევე ზოგადად ერთგულება. იცით, ძვირფასებო, ადამიანი როდესაც ერთგულია, ხო? აი მაგალითად ძაღლი არის ერთგული, ხო? არა აქვს მნიშვნელობა მისი პატრონი ვინ იქნება. ის მაინც ერთგული არის. ძაღლში რო არის ეს ერთგულება ჩადებული, ყველა ძაღლი არის ერთგული. მიუხედავად პატრონისა. ამიტომ ერთგულება ეს არის რაღაც თვისება სულის ნაყოფი. თუ აი კაცი არის ერთგული, ის ერთგული არის. როგორიც არ უნდა იყოს მისი ცოლი და თუ ცოლი ერთგულია, ის ერთგულია, როგორი არ უნდა იყოს კაცი და თუ არ არის კაცი ან ქალი ერთგული, რაც არ უნდა კარგი ცოლი ყავდეს, მაინც მოუნდება სხვისა. ამიტომ ერთგულება არის შვილის მიმართაც, მე ხლა ხშირად ვამბობ ხოლმე ზოგჯერ, რომ ეს შიშუმუ პირების მშობლები ვინც არიან და რაღაცა უმეტესობას კაცები არიან გაქცეულები, რომ მე ხა ოჯახში რო დაიბადებოდა ასეთი ბავშვი, ის თავს უშველი და თავისუფლება უნდოდა. ასეთ ადამიანს მე არასოდეს პატივს არ ავცემ, თუ გინდა ის იყოს აკადემიკოსი. ერთგულება არის სულის ნაყოფი. ლუკას 16:10-დან 12-ის ჩათვლით. მცირედში ერთგული, დიდშიც ერთგულია. და მცირედში უმართლო, დიდშიც უმართლოა. პიროვნება, რომელმაც ისესხა 10 ლარი და არ გადაუხადა, იგივეა, რაც მოსამართლე, რომელმაც ციხეში გაუშვა უდანაშაულო. ხო და თუ მართლო მამონაში არ იქნებით ერთგულნი, ჭეშმარიტს ვინ მოგანდობთ? და თუ სხვისაში არ იქნებით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ? ნახეთ, თუ შენ ისესხე თანხა და არ უბრუნებ, თუ სხვისაში არ ახარ ერთგული, შენი არ გექნება ღმერთისაგან. სინდისი, ღირსება, პატიოსნება ქვეყნიერებაზე ისე ჟღერს, რომ ასეთი ადამიანი წინ ვერასდროს ვერ წავა. მაგრამ იცოდე, ეს ის თვისებებია, რომელიც საჭირო დროს ოქროზე უფრო ძვირფასი არის. ნუ გაბრიყვდები და ქვეყნიერების ჭკუას ნუ გაყვები. ზოგიერთ 7 მილიარდი აქვს, მაგრამ 7 ლარიანი ჯობია. აი მეტროთი რო დადის თავისუფლად და ღიღინებს, ენატრება ის ცხოვრება.
შემდეგია თვინიერება. ეს არის სიტყვა ბერძნულად, როდესაც შენ გაქვს თვისება, როდესაც ემორჩილები ღმერთის სიტყვას. რაღაცნაირად შენ სიამოვნებს, როდესაც ღმერთის სიტყვას ემორჩილები. ზოგი იტყვის, რომ შევხვდებით ჯოჯოხეთში ერთმანეთს. ან დაიდგამს რქებს, ან დაიხატავს და გავს ბოროტს და დემონს. იცით? აი ვერ წარმომიდგენია ჩემ შვილს. აი ჰელოვინზე რო იკეთებენ რაღაცებს, ხორჯებს, ხრჯოლებს და აი ვერ წარმომიდგენია ჩემ ლამას შვილს ხრჯოლები როგორ დავახატო. აი ვერ წარმომიდგენია ასეთ ლამას შვილს ჩემს, როდესაც სუფთად მიყურებს თავის თვალებით, რომ რაღაც სატანური დავახატო. იცით, მშობლები ამას რატომ აკეთებენ? აი ვეღარ ხვდებიან, თითქოს გონება ეკეტებათ. თითქოს რაღაც ჩამოეფარებათ თვალებზე. ყველა რო აკეთებს, გონიათ, რომ უკვე ეს მისაღები არის. არა ჩემო მეგობარო, შენ და ემორჩილებოდე ღმერთის სიტყვას. იაკობის 1:21-ში წერია: იყავით სიტყვის შემსრულებელი და არა მხოლოდ მომსმენი თავის მოსატყუებლად. შემდეგი არის თავშეკავება. რა არის თავშეკავება? გახსოვთ, ჩვენ მქონდა სიტყვა სულგრძელობა. ახლა გვაქვს თავშეკავება. ანუ ეს სხვა სიტყვა. ქართულში თითქოს გავს ერთმანეთს, მაგრამ თავშეკავება არის, როდესაც საკუთარი თავის ხელში აყვანა და გრძნობების მართვა შეგიძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცოდვასთან გვაქვს საქმე. ეს არის თავშეკავება. ანუ შენ, რომელიც ხარ სული, გაქვს უნარი უბრძანო შენს მშვინვას და შენს ხელს, რომ ეს არ გააკეთო. ანუ თავშეკავება, როდესაც შენ ხელში შეგიძლია აიყვანო შენი თავი. ჩემს ცხოვრებაში ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მინდოდა რაღაც მეთქვა. მაგრამ თქვი, რომ არა, ეხლა არ ვიტყვი ამას. მოვა დრო და შესაბამისად ვეტყვი. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ შენ ხარ ემოციებში და პირდაპირ გინდა მიახალო რაღაც. ზოგადად ადამიანი სხვადასხვა ემოციისა. ახლა ეს იმას ანიშნავს, რომ ყველა ჩემნაირი უნდა იყოს და რაღაც არა ძვირფასება. ზოგჯერ თქმას ჯობს უთქმელობას. მე ისიც მიფიქრია, რომ ზოგჯერ უნდა მეთქვა და ვერ ვთქვია ჩემი ადამიანური ხასიათის გამო. არა, ეს იმას ანიშნავს, რომ ეხლა ყველა იყოს რაღაც გინდა თქვა და არ ამბობ და ერთი კვირის მერე იტყვი. არა. ყველა ადამიანს აქვს თავისი უნარი და თავისი ქარიზმა, თქმის და არ თქმის, მაგრამ თავშეკავება ძირითადად არის ეხლა ცოდვის მიმართ ძვირფასება. აი რაღაც გძლევს რაღაცა, რომ ცოდვაში ცოდვა გიწევს რაღაცისგან, მაგრამ შენ თოკავ შენ თავს. შენ თოკავ შენ თავს, რაღაც საზოგადოებაში ხარ და რაღაც ესე იგი საზოგადოება გეუბნება, რომ ეს გააკეთო, მაგრამ შენ მოთოკე შენი თავი და იცი, რომ ეს არასწორი იქნებოდა. როდესაც სულიერ ნაყოფებზეა საუბარი ძვირფასებო ამ წერილებში, სიტყვა ნაყოფი არის სულიერ მხოლობით რიცხვში. ანუ თუ იყო ხორცის საქმეები მრავლობითში, აქ დაწერილია არის სულის ნაყოფია და ჩამოთვლილია ეს ყველაფერი, სიყვარული, სიხარული და ასე შემდეგ. ანუ სულის ნაყოფი არის მხოლობით რიცხვში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შენ სულიერად დადიხარ, თუ შენ ზეციდან იშვი, თუ შენ განახლებული გაქვს გონება, ეს ნაყოფები ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული და ერთად მოდის ერთ კომპლექტში.
და ყველაფერში ვითარდები და ვითარდები, იმიტომ რომ ღმერთის სული გელაპარაკება, ეს არ შეიძლება, ეს არასწორი, ეს არ არის ღმერთისათვის მოსაწონი. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვისწავლით დემონების შესახებ, ხო? როდესაც ბოროტი არის ერთი, მაგრამ დემონები ბევრი არიან. ლუციფერი ერთია, მაგრამ პატარა დემონები, ანუ ანგელოზები, ლუციფერი არის მთავარანგელოზი. თქვენ იცით, რომ სამი მთავარანგელოზი შექმნა ღმერთმა. ეს არის ლუციფერი, მიქაელი და გაბრიელი. მაგრამ ანგელოზები ბევრი არიან, რომელიც ამ მთავარანგელოზებს ემორჩილებიან. და ლუციფერი, რომელიც არის ეშმაკი, ის არის ერთი, მაგრამ ანგელოზები, დემონები არიან ძალიან ბევრი. და როდესაც ადამიანი უხსნის კარს რომელიღაც დემონს, მაგალითად რისხვის დემონს, ხო? ეს რისხვის დემონი სხვა დემონებსაც თავისნაირებს, აი როგორც კლასტერი მოუყრის თავს. რა არის ეს დემონები? ეს არის ბილწსიტყვაობის დემონი, ეს არის ესე იგი მრუშობის დემონი, ეს არის ძალადობის დემონი, ხო? აი რაც არის ერთობლიობაში, ეს დემონები ერთად დადიან ხოლმე და ერთად მოქმედებენ ადამიანებზე. მაგრამ ანუ ასევე არის სულის ნაყოფი. როდესაც შენ ღმერთის სულში ხარ, როდესაც მორჩილი ხარ ღმერთის სიტყვის, ხო? მას მოაქვს სულგრძელობის სული. აი ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში და გადაჯაჭვულნი არიან ერთმანეთთან. გალატელთა 5:23-ის მეორე ნაწილი. ბოლოს წერია, რომ ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ანუ თუ შენ ხარ სულში და ხარ ქრისტეში, ეს არის რჯულის აღსრულება. და ბოლოს გალატელთა 5:25 თუ სულით ვცოცხლობ, სულითვე უნდა ვიაროთ დიდება იესოს. ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს არც ბოროტთან, არც ძველ კაცთან, ჩვენ ვართ ახალი ქმნილებები იესო ქრისტეში და მასთან ერთად ვიცოცხლებთ, მასთან ერთად ვიარებთ, მასთან ერთად ვართ გამარჯვებულები. დიდება იესოს.